გარემოს თემას ვაგრძელებთ უსაფრთხო გარემო ჯანმრთელი მომავლისთვის ჟურნალისტების და ექიმების საზოგადოებრივი მოძრაობა. რა პრევენციული ზომები და აქტივობები იგეგმება მოწოდების ეგრიგდით. Წამოწყების ძირითადი მესიჯები გახლავთ, რომ კორონავირუსმა არ უნდა დაგვავიწყოს სხვა ის დაავადებებიც, რომლებიც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შეიძლება დაგვემართოს, რომ ეს გაერთიანება მზადაა ბიზნესისა და კერძო სექტორის დასახმარებლად და ყველა იმ პრობლემის სადარაჯოზე დგომისთვის, რაც შესაძლოა ამ მძიმე პერიოდში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეექმნას და სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენთან არიან სტუმრები, რომლებიც უფრო დეტალურად და კონკრეტულად მოგვაწვდიან ინფორმაციას. დილა მშვიდობისა, ჩვენი სტუმრები არიან ჟურნალისტი, პაციენტთა უფლებადამცველი მეგი საჯაია, ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი და ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგი, იმუნოლოგი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა თავდაპირველად იდეაზე, მის განხორციელებაზე და იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ახლა ვიმყოფებით. რა არის მიზანი და რა აქტივობებზეა საუბარი კონკრეტულად? მოგესალმებით, ჩვენი მიზანია შევქმნათ უსაფრთხო გარემო, რომელიც უშუალოდ აისახება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელ მომავალზე. კორონავირუსის საფრთხემ დაგვანახა, რომ თურმე შეგვიძლია ჩვენ გაერთიანება, თურმე შეგვიძლია ჩვენ გარკვეული დაავადებების პრევენცია, მათი გავრცელებისთვის ხელი შეშლა და დაგვანახა ის, რომ ასევე სოფლიოში ადამიანთა უპირველესი საზრუნავი არის საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. კორონავირუსის გარდა არსებობს უამრავი დაავადება, რომელიც შეიძლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დაემართოს ადამიანს. და სწორედ ამ დაავადებებზე გვინდა დღეს, განსაკუთრებით დღეს აქცენტის გაკეთება და საინფორმაციო კამპანიის დაწყება და ასევე იგეგმება მთელი რიგი აქტივობები. ასევე ჟურნალისტების როლი ამ თემაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ექიმები, პროფესიონალები რომელიც ახლოს ჩემს გვერდით იმყოფებიან და ასევე ჩვენ ხარს გვიჭერს არაერთი ძალიან ცნობილი და ძალიან ჟურნალისტების როლზე როდესაც ვსაუბრობ, გასაგებია რომ ეს ყველაფერი უნდა მიეწოდებოდეს მაყურებელს, სწორი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პასუხისმგებლობა გვაქვს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ინფორმაციის გაშუქებას. საინტერესოა რა როლი აქვს ამ ყველაფერში ექიმებს. და ახლა რა როლი აკისრიათ კონკრეტულად ამ კონკრეტულ ამ შემთხვევაში და ამ ორგანიზაციაში. როგორც აღნიშნეთ, ეს ორგანიზაცია ემსახურება უსაფრთხო გარემოს შექმნას, სასაკვირველია, იმიტომ რომ უსაფრთხო გარემო და ჯანმრთელობა არის ერთმანეთთან ახლა გადაჯაჭვული. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია ხედავთ, რომ თვითონ დაავადება, რომელიც აი ესე მოულოდნელად კაცობრიობას თავს დაატყდა, ერთის მხრივ, ასე ვთქვათ, სერიოზული რაღაცები გამოიწვია და ამაზე ხავს ვისაუბრეთ იმდენი ამ თვეების განმავლობაში კიდე აღარ ვიტყვი, მაგრამ რაღაც კუთხით სხვანაირადაც შეგვახედა ცხოვრებას. ამიტომ ყველაფერს აქვს სარგებელი და ასე ვთქვათ, ზიანი როგორც ხდება ხოლმე. და ჩვენთვის ამ მნიშვნელოვანია, რომ იგივე იმუნური სისტემის თემა, რომელიც ახლა ძალიან აქტუალურია, ვთქვათ, და ჩვენ ხედავთ, რომ იმუნური სისტემა, ვთქვათ, როგორც ერთ-ერთი ჯანმრთელობის ყველაზე ძლიერი იარაღი. ხო, აი ამ ინფექციის დროსაც ჩვენ დავინახეთ, რომ რეალურად ხო, შესაძლებელი მედიკამენტი არ აქვს, გავიდა 5 თვე და არაფერი. ერთადერთი ადამიანს ხელში უჭირავს მისი საკუთარი იმუნური სისტემა. ამიტომ ვთქვათ, ჩვენ რაც უფრო მეტად გავაკეთებთ მის სტიმულირებაზე, სწორად, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდა თაობის და ბავშვების, ხო, ეს იქნება უფრო მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი ფაქტორია დამოკიდებული იმაზე, მათ შორის სწორი კვება, რომელიც არც თუ ისე ხელმისაწვდომია და ეს ცალკე განხილვის საგანია, აი კონკრეტულად ამ მიმართულებით კი ბატონო თუ იგეგმება აქტივობები. იცით რა არის, ანუ ჩვენ რასაკვირველია, ჩვენი ექიმები ისაუბრებენ ამ თემებზე, ანუ ისაუბრებენ იმ ვირუსებზე, იმ ბაქტერიებზე, რომელიც გარემოში არსებობს, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენ ჯანმრთელობას და გარკვეული ვთქვათ, ცოდნის მიღების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ცოდნის მიწოდების შემთხვევაში, სწორად ასე ვთქვათ, ჩვენი ექიმების მიერ გარკვეული პრევენციული ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში შეიძლება ჩვენ შვილებს თავიდან ავარიდოთ ეს დაავადებები. მაგალითად, ჩვენ უკვე გავაკეთეთ ანუ ამ პროექტის ფარგლებში ორი საინფორმაციო ხასიათის სტატია, ასეთი სათაურებით კორონავირუსმა ტუბერკულოზის საფრთხე უნდა დაგვავიწყოს და კორონავირუსმა ნაწლაური ინფექციების საფრთხე უნდა დაგვავიწყოს. ამ სტატიის დაწერის და იმიტომ რომ ანუ ბოლო პერიოდში ძალიან მოიმატა ნაწლაური ინფექციების შემთხვევებმა, ანუ ადამიანებს უკვე აღარ აქვთ იმის განცდა, რომ რაღაცა ხდება ჩვენს გარშემო, გადიან თქვა სკვერებში, რეკრეაციულ ზონებში, სტუმრად დადიან ერთმანეთთან და უკვე მოიმატა აი შემთხვევებმა და შესაბამისად გახდა საჭირო ამაზე უფრო მეტად საუბარი. ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის მოგვეწოდებინა ინფორმაცია, მაგალითად 2-3 თვე ადამიანები იყვნენ გამოკეტილი
ბატონი ათერის ჩვენი შირის სტუმარი იყო, მან ჩაგვიტარა ინსტრუქტაჟი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი, მაგრამ დღეს რამდენად არის გათვალისწინებული ეს თუნდაც იმ სივრცეებში, სადაც ჩვენ შვილებს უწევთ ძალიან დიდი ხნის წინ გატარება დროის და რა შეგვიძლია ჩვენ მშობლებს გავაკეთოთ, ეს გარემო უსაფრთხო მაშინ, იყოს. როდესაც უკვე ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება. სამწუხაროდ, ანუ ეს რეალობა არის, რომ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, უნდა მივეჩვიოთ, როგორ დავიცვათ თავი მისგან, მაგრამ ამავდროულად არ უნდა გავიწყდეს ის ჩვენი ძველი მტრები, ასე ვთქვათ, ის დაავადებების გამომწვევები, რომლებიც დიდი ხანი არსებობს გარემოში და რომელთან ბრძოლა ჩვენი იმუნურ სისტემას მუდმივად უხდება. და მარტო იმუნური სისტემა ვერასდროს ვერ გახდება ფონს, ვერ გავა ფონს წარმატებით, თუ მას არ ექნება ჩვენგან მხარდაჭერა იმ მხრივ, რომ იყოს გარემო უსაფრთხო, ანუ მაქსიმალურად შევეცადოთ, შევამციროთ ამ ჩვენი უხილავი მტრების რაოდენობა გარემოში. და სწორად დავიცვათ თავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი სხვა დაავადებები, ეხლა ეს პერიოდია, როდესაც ვთქვათ, ვრცელდება დაიწყება ეხლა დიარეული დაავადების გავრცელება, განსაკუთრებით ბავშვები არიან ამისთვის მოწყვლადი. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ვთქვათ, ყოველწლიურად წითელათი დაავადებულთა რაოდენობა, რომ ესე პანდემიები და ეპიდემიები ციკლურობით ხასიათდება და ჩვენ შეგვიძლია სრულად მარტივად პრევენცია, ვაქცინითაც მოვახდინოთ. და ამ არსებულ თვისებებზე და კორონას ვირუსს გამოიწვია თუ არა კიდევ მეტი ინტერესი სწორედ ამ ვაქცინაციის არსებულმა მდგომარეობამ ზუსტად ამ ვაქცინაციასაც კი ხელი შეუშალა, ვთქვათ. ასევე იმუნიტეტი გარკვეულწილად დასუსტდა ამ სახსიჯდომით, განსაკუთრებით პატარებისთვის. და გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ კი ყველამ თითქოს გავითავისეთ, ვისწავლეთ ეს პირბადის გამოყენება ექნება თუ სხვა ღონისძიებები, მაგრამ აქაც რაღაც შეცდომებს ხშირად ვხედავთ ხოლმე. ბევრჯერ იგივე სკვერებში და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ან საერთოდ არ უკეთიათ, ან თუ უკეთიათ არასწორად აქვთ, არასწორად იყენებენ და ყველაზე ცუდი ის არის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ადამიანების მოდუნება. მეგი მაინც რომ დაუბრუნდეთ მთავარ თემას და მიზანს ამ ყველაფრის საუბარი ასევე და ხაზგასმულია ბიზნესისა და კერძო სექტორის ხელშეწყობა. რა იგულისხმება? დიახ, მე ორი სიტყვით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ესე იგი როდესაც დაიწყო ეს თემა, გავაკეთეთ პროექტი უსაფრთხო სოფელი და ამაში გვერდში დაგვიდგა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია და ჩვენ ასე ვთქვათ დავეხმარეთ იმ ადამიანებს, ვინც ამ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მუშაობდნენ, ანუ სოფლის მაღაზიებს, თონეებს, სხვადასხვა დაწესებულებებს, მათ ჩვენ დავურიგეთ ეს სადეზინფექციო ხსნარები უფასოდ, გადავეცით და ასევე მოხდით დეზინფექცია ჩვენს მოხალისეთა ჯგუფთან ერთად და მერის წარმომადგენლებს გვეხმარებოდნენ ამაში. ანუ მე დავინახე ერთი ფაქტი, რომ დღეისათვის უკვე უნდა დამთავრდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ხო დავინახეთ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ხო დავინახეთ ის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. თქვენ მე ვიცი, რომ აქტიურ რეჟიმში მუშაობდით, ანუ ჟურნალისტები იყვნენ ფრონტის წინა ხაზზე, ექიმებთან ერთად, საზოგადოების ჯანმრთელობისთვის. ანუ ჩვენ გამოგვივიდა ეს ამ რეგიონში და ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, მაპატიებ მნიშვნელოვანი აქცენტები რომ გავაკეთოთ. ანუ ესე იგი, ანუ ჩვენი მიზანია ბიზნესის ხელშეწყობა, ჩვენ გადმოგვეცა 2000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარები. საქართველოს სამეცნიერო საინჟინრო აკადემიისგან ბატონი თენგიზ ცეცხლაძე იყო ჩართული ამ პროცესში ძალიან აქტიურად. ჩვენ ვაპირებთ, როდესაც შევხვდებით, თქვათ, ბიზნესმენებს და ბიზნეს მოკლედ ის სექტორებს, ანუ კერძო ბიზნეს, თქვათ, წვრილი თუ საშუალო, ანუ ეს იქნება სალონები, რესტორნები, რომელიც 2-3 თვე გაჩერებული იყო, ვერ მუშაობდნენ, ჩვენ მათ გადავცეთ ეს ხსნარები უფასოდ. და ასევე ჩვენმა ექიმებმა ასწავლონ როგორ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ღონისძიებები. ანუ იქნება დაგეგმილი მივდივართ რეგიონებში, უნდა ჩავიყვანოთ ჩვენი ექიმები, იქ უნდა წაუკითხონ, თქვათ, სხვადასხვა თემაზე ლექციები კერძო სექტორს. ამასთან ერთად ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ყველა ადამიანს, ანუ ვინც ჩაერთო აქტიურად ამ პროცესში. და ჩვენს გვაქვს სურვილი აქ ჟურნალისტებზე და ექიმებზე საუბარი ვხედავთ. დაგვიდექით გვერდში და თქვენს პროდიუსერს რიკუნას, რომელიც არის მზად რომ შემოვიდეს ჩვენ ფედერაციაში. ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი ექიმი და ძალიან ბევრი ჟურნალისტი. ანუ ნებისმიერ ექიმს და ნებისმიერ ჟურნალისტს სოციალურ პასუხისმგებლობას ერთსაც ვიტყვი და ძალიან თავს. ანუ ყველაფერი რაც გავაკეთეთ აქამდე, ეს გავაკეთეთ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით. მაგალითად, ანუ ეს მაისურები წუხელ 3 საათზე დავბრუნდეთ. მარიშა თავგანწირვა ყოველთვის რა თქმა უნდა, ხაზგასმელია. ზალიკოს ულაკაური დამიკავშირდა და მითხრა, რომ აუცილებლად დაგვიხატავს კარიკატურებს და მისი ჩართულობა იქნება ძალიან დიდი საქმეში, იმიტომ რომ მასაც შვილები ყავს და მნიშვნელოვანია. გაზეთი ასავალ-დასავალ იქნება ექსკლუზიური გამშუქებელი ამ ჩვენი მასალების, რეპორტიორი, ინტერპრეტატორი, ძალიან ბევრი ჟურნალისტი დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვისაც ძალიან ბევრი ექიმი ჩაერთო ამ პროცესში და ძალიან მიხარია, რომ
ვისაც რაიმე ბერკეტი გააჩნია, ყველა პოლიტიკური ჩაერთვება. ნიშნის გარეშე ვთქვა, ჩვენ რაც შეგვიძლია თავარია გავარკვიოთ ყველა ერთი იდეის გარშემო საზოგადოება. ვერთიანდებით. ჩვენ ძალიან დიდი როლი გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა. საავადმყოფო ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეპიდემიოლოგთა ასოციაცია, გარემოს ჯანმრთელობის ასოციაცია და ასე შემდეგ. თანამშრომლებთან ერთად რომ რიგებში ბატონი ბიზნესიც არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის. მათ შორის ჩვენც მზად ვართ ნებისმიერ დროს უღრმესი მადლობა ჩვენ გვერდზე. ნებისმიერ საკითხში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მნიშვნელოვან თემაზე საუბრობთ. ჩვენ შეგვიძლია რომ აუცილებლად გააშუქებენ ამ თემებს და ეს გაშუქდება აუცილებლად საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის პროექტის ძალიან დიდი მადლობა. გარემო ჯანმრთელი მომავლის. დიდი მადლობა.